2009 წელს გარკვეული ფხვნილი, გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა. Რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის რა თქმა უნდა ვანო მერაბიშვილი, იმიტომ რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის, რომ შეუძენია თუ ანუ რა გამოდის, თუ წინა წელს ჰქონდათ ეს გაზი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული, ესეც ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობაა? ანუ ფაქტია, რომ 2009 წელსაც და 2019 წელსაც ჰქონდათ ეგ გაზი შეიარაღებაზე აქციის დასაშლელად. ხო და ვინ აგებს ამაზე პასუხს, რომ ეს გაზი ჯერ კიდევ დღემდე შეიძლება შესაძლოა ჰქონდეს შეიარაღებაზე. ასევე ვისი პასუხისმგებლობაა, რომ გაირკვეს, გამოიყენეს ეს გაზი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ თუ არა. ხო და ამ დროს რატომ იბარებ დაკითხვაზე ექიმებს, რომლებმაც ამ საკითხზე კვლევა გააკეთეს. თუ სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სასიკვდილოდ რომ იმეტებს, ამ საკითხის შესწავლა დანაშაულია?